აიკრძალება თუ არა საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, ჩემს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში, ბიზინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, არ ვიცი, პოლიტიკოსების, არაპოლიტიკოსების, მოკლედ ჩვენ საერთო ქვეყანაში აიკრძალება თუ არა ინტერნეტი. მე ღიად გიპასუხებთ ამ კითხვაზე. არა. ბიზინა ივანიშვილიც კი ვერ აკრძალავს ინტერნეტს. ბიზინა ივანიშვილი აბასთუმნის უღრანების ბინადარი, რომელიც გადაფსიხებულია, გადამწარებულია ხშირად იმისა და გამო, რომ ინტერნეტით, მას ხო ასე ჰგონია ინტერნეტი, გლობალური ქსელი და ასე შემდეგ, კერძოდ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, არ ვიცი კიდე სხვაგან, მოკლედ სოციალურ პლატფორმებზე, მისი საწინააღმდეგო უკაცრავად ამ სიტყვისთვის ნარატივი, შინაარსი ვრცელდება. ბიზინა ივანიშვილი რომც მოინდომოს ამ ინტერნეტს ვერ აკრძალავს, იმიტომ რომ საქართველოში მაინც ჯერ ერთი კრიტიკული რაოდენობა მოქალაქეებისა გაიზრდება ბევრად, ქოცებიც კი იტყვიან, რომ ქოცების 97% იტყვის, რომ ხო არ გაგირეკიათო, ინტერნეტის აკრძალვა როგორ შეიძლება, ჩვენ ყველანი რასაკვირველია ვართ ამ ინტერნეტში, ქოცი, ნაცი, არის ლეიბორისტი, არა ლეიბორისტი და ასე შემდეგ, ბიზინა ივანიშვილის შვილების მოიხმარენ ცხადზე ცხადია ინტერნეტს მეუღლე, თავად ბიზინა ივანიშვილიც ალბათ კი ნამდვილად. მაგრამ ამ კითხვას მაინც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ სხვაგვარად და მე გეტყვით როგორ. მე ვკითხე ჩვენ საერთო მეგობარს ChatGPT-ს. ასე, ცხადია დაგუგლოთ შეიძლება, მაგრამ ChatGPT მაინც თავს მოუყრის ხოლმე ინფორმაციას და ამგვარი კითხვა დავუსვი, ამგვარი კითხვით მივმართე. აკრძალულია თუ არა ინტერნეტი ჩინეთში, ხაზგასმით ვამბობ ჩინეთში, უკვე შემდგომ სხვა ორ სახელმწიფოზე გაგრძელდება ჩემი და ჩვენი საერთო მეგობრის, ჩვენი ძმაკაცის ურთიერთობა, სხვა ორ ქვეყანაზეც ვისაუბრებთ, თავდაპირველად დავიწყეთ სწორედაც რომ ჩინეთის მაგალითის განხილვით. პასუხი არის პრინციპში ის პასუხი, რაც თითოეულობა ჩვენგანმა იცის. მაგრამ მე მაინც თქვენის ნებართვით რაღაცა თავმოყრილია ყველა ინფორმაცია, ბევრი ინფორმაცია, მე ჩაგიკითხავთ, აი ლაკონურად რაც მიპასუხა ჩვენმა ძმაკაცმა. არა, ჩინეთში აკრძალული ინტერნეტი არ არის, მაგრამ ის ძალიან კაცრად კონტროლდება. ეს სისტემა ცნობილია როგორც ჩინეთის დიდი ფეირვოლი, რაც ნიშნავს პრაქტიკაში ამას ჩინეთში ადამიანებს აქვთ ინტერნეტი, მაგრამ ბევრი უცხოური საიტი და პრინციპში ჩვენ ამ ვებგვერდების თუ ამ საიტების, ამ სოციალური ქსელებისთვის ვიყენებთ უმრავლეს შემთხვევაში ინტერნეტს აბა სხვაგან სად შევდივართ, თუმცა არ ვიცი ქოცები სად შედიან, მაგრამ არაფრიცკენ არ მიმყავს საუბარი, მაგალითად Facebook, Instagram, YouTube, Google ეს აკრძალულია, ვერ შედიხარ. ამის ნაცვლად ჩინეთს აქვს თავისი პლატფორმები, WeChat, Weibo და კიდე ერთი-ორი სხვა, ხელისუფლება აქტიურად აკონტროლებს რას წერენ მომხმარებლები, რა ინფორმაცია ვრცელდება, პოლიტიკურ და სენსიტიურ თემებს როგორ აშუქებენ ჩინელები, 2 მილიარდამდე არიან ლამის. ხო, ზოგი ადამიანი იყენებს ეგრეთ წოდებულ VPN-ს, მაგრამ ოფიციალურად VPN-ის გამოყენება შეზღუდულიც და აკრძალულიც არის და ხშირად არ მუშაობს ამ სისტემით ინტერნეტში შესვლის მცდელობა, ხშირად არის წარუმატებელი, იმიტომ რომ არ მუშაობს სტაბილურად. მოკლედ ინტერნეტი ჩინეთში არის, მაგრამ არათავისუფალი, ის არის ფილტრირებული და კონტროლირებადი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ შესაბამისად თქვენს ხდებით. განვაგრძე საუბარი ჩვენ საერთო ძმაკაცთან, აკი გითხარით რომ დაგუგლოთ შეიძლება, მაგრამ დაგუგლის შედეგად თავმოყრილად არ აქვს ინფორმაცია, მე ვეკითხები უკვე ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთზე და პასუხობს ამგვარად. მოკლედ ორივე ქვეყანაში ინტერნეტი არსებობს, მაგრამ კონტროლის დონე განსხვავებულია, ცხადზე ცხადია, ჩვენ ხვდებოდით ისედაც ყოველგვარი ძმაკაცის შემოხიდების გარეშე, რომ ჩრდილოეთ კორეაში გაცილებით მკაცრი და ძიმეა შეზღუდვები. ჩრდილოეთ კორეაში ამგვარი მდგომარეობა ჩინეთთან შედარებითაც კი ბევრად უფრო მკაცრია. ფაქტობრივად საზოგადოებას ინტერნეტი არ აქვს, ანუ ფართო საზოგადოებას არ აქვს. არსებობს შიდა ქსელი, რომელიც მთლიანად იზოლირებულია გარე სამყაროსაგან, შეიცავს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ინფორმაციას, რეალურ ინტერნეტზე წვდომა აქვს მხოლოდ ელიტას და სახელმწიფო სტრუქტურებს. ანუ პრაქტიკულად ჩრდილოეთ კორეა ყველაზე დახურული ინტერნეტ სისტემაა მთელ მსოფლიოში, გიდა სტარნიკი გადააფრინე და გიდა სტარნიკი გადმოაფრინე, მნიშვნელობა არ აქვს რუსეთი. აქ სიტუაცია უფრო ბრჭყალებში შუალედურია, ინტერნეტი თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, რუსეთი გავბედავთ ვიტყვი, ბევრად თავისუფალი ქვეყანაა, ვიდრე ჩრდილო კორეა, ეს ასეა.
რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს, თუმცა რასაკვირველია არ შეგვექება ამასობაში დამპალი პოლიტიკური ელიტის ეს დიდი სახელმწიფო. ინტერნეტი თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, მაგრამ იზრდება ცენზურა და კონტროლი, ანუ მზარდია და იცით თქვენ რომ უამრავი საიტი, უამრავი სოციალური პლატფორმა აკრძალა პუტინის ხელისუფლებამ, იბლოკება ან იზღუდება გარკვეული პლატფორმები, პრინციპში ვთქვი ეს, ასევე არიან ინოაგენტები, ანუ უცხოეთის აგენტები, რომლებიც თუ არიან რუსეთში მათ შეზღუდული აქვთ ეს წვდომა ინტერნეტზე და ვერ აღწელებენ იმ შინაარსს, რა შინაარსის გავრცელებაც მათ უნდათ. მაგალითად, Facebook-ზე და Facebook-ი და Instagram-ი ოფიციალურად დაბლოკილია. YouTube-ი მუშაობს განაარა, მაგრამ ხშირად ზეწოლის ქვეშაა, ამიტომაც ჩვენ ვერ ვნახულობთ პრაქტიკულად ვერც ერთ რუს ბლოგერს თუ ბლოგერს, რომელიც პუტინის საწინააღმდეგო ან ოდნავ კრიტიკულ შინაარსს ავრცელებს სოციალურ პლატფორმებზე. სახელმწიფო ცდილობს შექმნა სუვერენული ინტერნეტი. სუვერენული ინტერნეტი არის, როდესაც ადამიანებს აქვთ წვდომა განაარა, მაგრამ ლიცენზირებულია ეს თობა ან რაღაც გარკვეული კოდი აქვს მინიჭებული, მიენიჭება რომელიმე ივანოვს კოდი პირობითი რიცხვებით 7, 8, 5, 4, 4, 8, 9 და ამის შედეგად ისიც შეზღუდული რაოდენობით გამოიყენებს შეზღუდული დროით გამოიყენებს ინტერნეტს. სახელმწიფო ცდილობს შექმნა სუვერენული ინტერნეტი, პროექტი ცნობილია როგორც რუნეტი, იცით თქვენ, მიზანია საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას სრულად გამოეყოს, რასაც ვერ მოახერხებს რუსეთი, რასაკვირველია, გამოეყოს გლობალურ ქსელს. ასევე არსებობს კანონი უცხოური აგენტების, fake news-ის, ანუ ჩვენთან რაც არსებობს პრინციპში, ჩვენთან ჩემი მოსაზრებით უფრო მძიმე კანონებია, მაგრამ აი ეს ყველაზე რბილად რომ თქვათ, არანაკლებ მძიმე კანონებია. ჩვენთან რაც ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას. ანუ რუსეთში ინტერნეტი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ თავისუფლება ეტაპობრივად, მიზანმიმართულად მცირდება. შედარება მოკლედ რომ ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეა არის ჩრდილოეთ კორეაში თითქმის არ არსებობს თავისუფალი ინტერნეტი, ჩინეთში ფილტრირებული, მაგრამ მასშტაბური ინტერნეტია, რუსეთში ნაწილობრივ თავისუფალი, მზარდი კონტროლით. აი ეს არის პასუხები, რომელიც ჩვენ გაგვცა, მე გამცა. ვინ გამცა და ChatGPT-მ, ანუ ჩვენმა საერთო მეგობარმა. ეს ყველაფერი რასაკვირველია არ გამახსენდებოდა, რომ არა დღეს დილით და რამე ინტერნეტებოდა უკრაინაზე უნდა მე ჩამეწერა ერთი ვიდეო ბლოგი და მეორე და უნდა მიმება ირანის თემასთან და აი ამ გლობალურ დაპირისპირებასთან, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სრულიად შემთხვევით მე სკროლვისას წავაწყდი ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამგვარს და მე ხლა წაგიკითხავთ ამ ინფორმაციას და თავად თქვენ დაფიქრდით და მე აქა-იქ და ჩავურთავ ჩემს კომენტარს, დავურთავ ჩემს კომენტარებს და მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებასაც. მაგრამ ვიდრე ამას ვიზამდე, მანამდე მინდა ვიკითხო ასე, არ მიდის საქართველოს რუსეთისაკენ? რუსეთისაკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების დადასტურება არის ყველაფერი, რაც აკეთებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. მაგალითად, საქართველოს იზოლაციის მცდელობა, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციების მსგინება, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ამორიცხვის მცდელობები და ზოგიერთი ორგანიზაციიდან გარიცხეს კიდეც საქართველოს. ადამიანის უფლებების ესოდენ ხშირი და ესოდენ მძიმე დარღვევები. შესაძლოდ ქიმიური იარაღის გამოყენება 2024 წლის ნოემბერის მიწურულს და დეკემბრის დასაწყისში შესაძლოდ კვლავ ვიმეორებ, კიდე დასადგენია ბევრი თქვენგანი მითხვის. ამდენი პოლიტპატიმრები საერთოდ და მით უმეტეს ამდენი პოლიტპატიმარი, ამდენი სინდისის პატიმრები საერთოდ და მით უმეტეს ამდენი. აი მაგალითად ზვიად რატიანი მაგალითად ზია ამაღლობელი სხვები და სხვები, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესი მოქალაქეები არიან, დამოუკიდებლად იმისა, როგორ აქვს შეკერილი ბრალდება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ ადამიანების მიმართ, რომელიც თქვენგანი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავენი, ეს ადამიანები დამნაშავეები არ არიან და სინდისის პატიმრები არიან უმრავლეს შემთხვევაში და პოლიტიკოსი პატიმრები კი ცალკე ყავს. ელენე ყოშტარიას გახსენება შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის გახსენებაც შეიძლება, ცხადზე ცხადია და სხვებისა პოლიტიკური მოტივაცია არსებობდა და არსებობს მათი საპატიმროში ყოფნისა. ეს უამრავი რამე ჩამოვასახელე ხო უკვე დამატებით შეგვიძლია ვთქვათ რუსული კანონები, მაგალითად იგივე აგენტურის შესახებ კანონი, გამჭვირვალობა წოდებული კანონი, გამჭვირვალობის შესახებ რო ქვია თითქოს და რეალურად არის სხვათა, ანუ ოპოზიციური განწყობილი მოქალაქეების შემზღუდავი კანონი, უამრავი რამე შეიძლება დავასახელო.
ასევე რასაკვირველია გასახსენებელია 28 ნოემბერი 2024 წლის როცა ირაკლი კობახიძე ბანდიტმა რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილის ეს ყველაფერი ბრძანებით რასაკვირველია თქვა ის რაც თქვა და ის რომ საქართველოს არ მიდის ევროკავშირისკენ და შესაბამისად ექცევა რუსული გავლენის სფეროში ესეც მადასტურებელია. მოკლედ ბევრი რამის თქმა შეიძლება ბიზნესის შეზღუდვა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთია საგარეო მიმართულებით როგორ ქმედებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება უახლოვდება რაც ვარშავის უმრავლეს შემთხვევაში რუსეთსა და ჩინეთს. მეორეა საშინაო ვითარება როგორია აქაც რუსულ თარგზე ჭრის ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლად იმისა რა სიტყვის მისი რომელიმე პაჟის სპიკერი. და მესამე არის კიდევ ის ამბავი რასაც ახლა გაგაცნობთ. თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი ქართულად და ვთქვათ, თუნდაც რა ვიცი, ჭუანგ ჟუნვენი, თუნდაც წარმოსათქმელი არის, მაგრამ მაინც იმყოფებოდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით ის ჩინეთში, ეს კაცი ეს ჭუანგ ჟუნგვენი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით ის ჩინეთში არის ინტერნეტის ცენზორი. ინტერნეტში ცენზურა რო არსებობს, ინტერნეტის უკაცრავად ჩინეთში რო არსებობს ცენზურა ინტერნეტისა, იმის მთავარი ცენზორია ხსენებული ჭუანგ ჟუნგვენი. პასუხისმგებელი პირია. ჟუნგვენი ოცნების მთავრობის ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებს მარიამ ქრივიშვილსა და პაატა ზალიას შეხვდა. მხოლოდ კითხვა მაქვს თქვენთან. ერთი არა აჯანდაბა უნდა ამ კაცს, მაგრამ არ მიხმაროთ ეს სიტყვები. ოფიციალურ დონეზე რატომ მიიღეს, რატომ დაპატიჟეს და რატომ მიიღეს და რა თემაზე ელაპარაკებდა ამ კაცს? სოფლის მეურნეობაზე? კახეთის რეგიონში რამდენად რთული იყო შარშანდელი მოსავალი? პირობითად ყურძნისა? რაჭაში რა ეკონომიკური პროექტები უნდა განახორციელონ? ეს კაცი კვლავ ვიმეორებ და ვასახელებ კიდევ ერთხელ გვარსახელს. ესე იგი, ჭუანგ ჟუნგვენი არის რადიო თავისუფლების ინფორმაციით ინტერნეტის ცენზურაზეა პასუხისმგებელი. რა საკითხთან დაკავშირებით? ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ანაკლიაში და ამ კაცს ეკითხება ვინმე ანაკლიაში ინვესტიციების განხორციელებას. ჟუნგვენი 2018 წლიდან მუშაობს ამ პოსტზე და ხელმძღვანელობს სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით ინტერნეტზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოვლისმომცველი კონტროლის აღსრულებას. რუსეთის როსკომნადზორმა 2019 წელს სწორედ მის ადმინისტრაციასთან გააფორმა შეთანხმება, ან რუსეთმა ერთგვარად მაგალითი აიღო მისგან თუ ზოგადად ჩინეთისაგან შეთანხმება აკრძალული ინფორმაციის გავრცელებაზე. წერია რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. და გავრცელებულ განცხადებაში და მოკლე სტატიაში. ფოტოც ახლავს ბატონი სალია, როგორც ხდება, რაგვარიც არის დამავიწყდა კაცო, ჟუნგვენს თუ ჭუნგვენს, ჭუანგ ჟუნგვენს, როგორც ხდება ბატონი სალია, ბოდიში, როგორც ხდება ბატონი სალია, ჭუან ჟუნგვენს. ან ჟუან ჭუნგვენს, ამ მნიშვნელობა. მე მაქვს კიდევ ერთხელ დავსვავ კითხვას, რასთან დაკავშირებით იყო ეს კაცი ჩამოსული? არა, მე არ მომტკიცებ და ვერც დამამტკიცებ, არც უფლება მაქვს და არც მგონია კუდახტულად გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს შეზღუდოს ინტერნეტი რამე ფორმით. არა, ეხლა მე ვწდები. ბიძინა ივანიშვილი შესაძლო აპირებს არა ინტერნეტის როგორც ასეთის შეზღუდვას, არამედ ცალკეული და მაგალითად 5000 კაცისთვის სოციალური ქსელის განიხილავს ამას 5000 თუ 10000 კაცისთვის სოციალურ პლატფორმებზე წერის პოსტების გამოქვეყნების, კონტენტის გამოქვეყნების აკრძალვას. არ ვამტკიცებ რომ ესე მოხდება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ამ არ ვაკეთებ ცხადია შეურაცხყოფას. აბასთუმურ ჭორბილურ უფრო ზუსტი რომ იყო თავში, შესაძლოა ეს იდეა მწიფდება და ამ პაჟს ავალებს, შესაძლოა ამასაც ეჯავრება საკუთარი საქმიანობა, ანუ სალიას ავალებს, რომ იქნება და გაარკვიოთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ეს შეზღუდვები მაგალითად ჩინეთშიო. სალია ვერ შეხვდება ცხადია რუსეთის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს და თავარ პირს ბატონ ჟუნგვენს ხვდება და ბატონი ჟუნგვენი უზიარებს გამოცდილებას. და ეუბნება რომ ინსტაგრამი შეზღუდულია ამ ფორმით, ფეისბუქი იმ ფორმით, YouTube-ზე არ ეძნებათ შესაძლებლობა და ქართ შესაძლებლობა ბევრს არ ეძნება რომ გამოვაქვეყნოს კონტენტი. ბიძინა ივანიშვილი ამაზეც ვერ წავა, ჩემი მოსაზრებით, მაგრამ რომ განიხილავს ამას, ეს კი ფაქტია, აბა ჟუნგვენი რა ჩვენ დაჭირად ჩამობძანდა
აკეიფებდნენ გასაკვირველია, მაგრამ რაც ჩვენ დაჭირად ჩამობრძანდა და სალიასთან რატომ გამართა შეხვედრა. კიდევ ერთხელ ვიტყვი და ხაზგასმით, რომ ბიზინა ივანიშვილი მაღალი ალბათობით განიხილავს სოციალური ქსელებში, მაგალითად 5 ან 10 ან 15 ან 20,000 კაცისთვის, მე მგონი ბევრია 20,000 კაცი, მაგალითად 5,000 მომხმარებლისათვის, სოციალური ქსელების შეზღუდვის საკითხს. დაბლიაშვილს თუ ნებისმიერ თქვენგანს ვინც აქტიური ხართ, შეეზღუდოს სოციალურ ქსელებში აქტივობა. იმიტომ რომ უნდა გაფილტროს ბიზინა ივანიშვილმა, ისეთი ერთფეროვანი, ერთგვაროვანი უნდა იყოს სოციალური ქსელი, როგორ ერთგვაროვნებასაც, ანუ არა მრავალფეროვნებას, ჩვენ კაც და მოქცა ქვეყანა გვაქვს უთავი ფერით, არა. იმედის ფერა უნდა იყოს, პოზიტივის ფერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავიორის ფერი უნდა ჰქონდეს, უკლებლივ ფერი, იერი, შიგთავსი, გასგნებოთ ვის დავარქვათ. უნდა ჰქონდეს ინტერნეტ სივრცესაც, მართლაც 10,000 კაცს თუ შეუზღუდავენ ინტერნეტში აქტიურობას, მე მესმის რომ ბევრი ჩვენგანი იტყვის რომ მეორე 10,000 კაცი სოკოებივით ამომრავლდებაო, მესმის ამა ეს მესმის რომ ბევრი სხვა იაქტიურებს, მაგრამ ისიც რა არის, ხლად ესეც არ არის საქმე. ადამიანები დაშინებულნი არიან და უმალ ურჩევნიათ, უმალ უჯობთ რომ გააზიარონ ოჯახის წევრების ფოტოები, არაპოლიტიკური ან ფართო გაგებით პოლიტიკური კონტენტი. ოღონდაც კი იყვნენ უსაფრთხოდ და ჰქონდეთ შესაძლებლობა ინტერნეტში ძრომიალისად, უგდებოთ ასე ვიტყვი, მათ შორის სოციალურ ქსელში ძრომიალისა და იკითხონ ის ნარატივი, გაეცნონ იმ ნარატივს, იმ შინაარს, რომელსაც შესთავაზებს სწორედაც რომ ეს უსახო, მაგრამ მეორე მხრივ ერთფერა, ერთგვაროვანი, საშინელი და რუსული სპეცსამსახურების დანამატები, იმედი საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსთავიური და ასე შემდეგ. ეს ხო კარგად გესმით. ბიზინა ივანიშვილს 10,000 პირობითად 10,000 კაცი ნერვებს და საღერხილს და ასევე რაღაცა ხო ჭკუას უშლის ასე ვიტყვი და იმდენად ძიმედ აგიქვამს კრიტიკას სოციალურ ქსელებში. მართლაც რომ მოусმეს ტაბლიაშვილზე არ ვლაპარაკობ. ნებისმიერი ჩვენგანის ან ბევრი ჩვენგანის ვიდეო ბლოგს რაღაცის თაობაზე YouTube-ზე. ხო ამოგნებათ იმისა, ვიზე ვლაპარაკობ. მოგწონს ის ადამიანი თუ არ მოგეთანხმე, რომელშიც ის ადამიანი ლაპარაკობს, რომ ქართული ოცნება არის ბანდიტური ხელისუფლება. ხო, ბიზინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ხო ესეთ კონვერტაციას ახდენს, რომ ეს ადამიანები ჩვენ მოქმედებთ დანარჩენ საზოგადოებაზე და ძალაუფლებას ვაკარგვინებთ. ძალაუფლების დაკარგვის შიში მას აქვს, იმიტომ რომ ძალაუფლების დაკარგვა ფინანსების დაკარგვასთანაც არის ასოცირებული თუ მიკავშირებული და ბუნებრივია რომ ბიზინა ივანიშვილს ძალაუფლების და ფინანსების დაკარგვა არ უნდა, იმიტომ რომ დიდრდება მას ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა. მას უნდა რომ იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ამ ქვეყანაში და მოიპაროს თუ მოიპოვოს თუ გამოიმუშაოს თუ შექმნას ფული ამ ქვეყანაში ჩვენს ხარჯზე. და ეხლა ეს ვიღაც 10,000 კაცი რომ ეშუხურება ბოდის ვიხდი სოციალური ქსელებიდან, Facebook-იდან, YouTube-იდან და ასე შემდეგ, ბუნებრივია რომ მას ეს არ აწყობს და რამე უნდა მოიფიქროს და ჩინეთი არის კარგი მაგალითის მიმცემი, რომ ვიცოდეთ მაინც. მე გეტყვით რომ ეს ყველაფერი არ გაუვა, გარწმუნებ თამაში. მაგრამ რო განიხილავს ფაქტია. კიდევ ის თქმა შეიძლება. არაფერი წერეთ ადამიანებო, წერეთ თქვენი გულისნადები, წერეთ ნებისმიერ საკითხზე, აქვეყნეთ პოსტები, ასე მაგალითად Facebook-ზე, ნებისმიერ თემაზე, იყავით აქტიურები და რაც უფრო მეტი აქტიური ადამიანი გვეყოლება ჩვენ, შინაარსის შემქმნელი, აზრის შემქმნელი, მით უფრო გაუჭირდება ბიზინა ივანიშვილს ყველაზე უფრო არაადეკვატური ნაბიჯების გადადგმაც კი. ბატონ დავავიწყდა გვარი ის. ბატონ ჭუანგ ჟურგვენს, რომელიც მაღალი ალბათობით აღარ იმყოფება საქართველოში კი, იმედი მაქვს აღარასოდეს დავინახავთ, აღარასოდეს გავიგებთ მისი არსებობის თაობაზე. ნახვამდის.